აბსურდდა ქართული პოლიტიკური კლასის, რომ გადადგამდა წინ ნაბიჯს უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღებად. დღეს კი კრიზისშია შესული. პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციის პროექტის გამო იმედგაცრუებული ვენეციის კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ოპოზიციის ბოიკოტი. პასუხისმგებლობა იქნება ქართულ ოცნებაზე. ეს იქნება არალეგიტიმური კონსტიტუცია, ან დემოკრატიული, ან რევოლუციური. რასიზმს ქართული ოცნება არსებობს თუ არა კომპრომისის შანსი. დავაგრძელებთ რა თქმა უნდა დიალოგს. ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი. ვიცნობ პირადად ამ კაც ოფიციალური შეხვედრა არის გეგმები. ვლადიმერ პუტინის მრჩევლების და კრემლის პროპაგანდისტების შეკრება თბილისში. ვინ რა გზით და რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში კიდევ ერთხელ დარღვეული ოკუპაციის კანონი და ხელისუფლების ნულოვანი რეაგირება. თვით რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვეტეს. ეთერშია კურიერი 9 საათს. მაატა იაკობაშვილთან და ქეთი კვაჭანტირაძესთან ერთად. თაღამშვიდობის ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი ფაქტობრივად ბლოკირებულია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ქართული ოცნების ლიდერებს, პრეზიდენტს და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევას. ბოლოს კი განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია. დათმობებზე არც ერთი მხარე არ მიდის. ქართული ოცნების ლიდერები პრემიერი კვირიკაშვილი და თავმჯდომარე კობახიძე ამტკიცებენ, რომ მმართველმა პარტიამ უკვე გადადგა კომპრომისული ნაბიჯები. თავის მხრივ ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტის არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობს და ბოიკოტს აცხადებს. ქვეყნის პრეზიდენტი ამ ვითარებაში პროცესის შეჩერებას მოითხოვს. დღეს კურიერის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა ქვეყნის მთავარი კანონის თემაზე. ბათუმში მოვლენათა ეპიცენტრში ნინო სამყურაშვილი იმყოფება და ასევე სოფო ზურაბიანი მმართველი პარტიის პოზიციას და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზებს გაგვაცნობს. დავიწყოთ ბათუმით, სადაც მთელი დღის განმავლობაში ყველაზე მწვავე განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის განსაკუთრებული იყო თავდაენციის კომისიის ხელმძღვანელის კომენტარები, ჯანი ბუკიკიომ დღევანდელი დღე და ქართული კონსტიტუციის პერსპექტივები ჩვენს ჟურნალისტთან ნინო სამყურაშვილთან საუბარში შეაჯამა. ნინო, რაზე საუბრობს შენთან ინტერვიუში ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი? ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი კურიერთან შემაჯამებელ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არსებობს და იმისათვის, რომ ეს კრიზისი დღის წესრიგიდან მოიხსნას, ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს ოპოზიციურ პარტიებთან. დღეს რამდენჯერმე ახსენა ჯანი ბუკიკიომ ის, რომ ის არის იმედგაცრუებული იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ და რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას ქვეყანაში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულიდან პროპორციულზე 2024 წლიდან მოხდება ნაცვლად 2020 წლისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით ძალიან ბევრია 7 წლით მოწდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ, მეტ პლურალიზმს პარლამენტში. პლურალიზმი ნიშნავს მეტ დემოკრატიას. კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დიალოგი არ არსებობს. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რა შეიძლება მეტი პარტიისთვის. ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, მაგრამ გჭირდებათ ფართო კონსენსუსი, რომელიც იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიისათვის. ვიდრე არ გამოსწორდება რაღაც საკითხები, ყოველთვის იმედგაცრუებული ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გამოსწორდება. თავრობა დამპირდა და მეც მოუწოდე დაფიქრდნენ, გაანალიზონ და შეეცადონ ისეთი გადაწყვეტილებების მოძებნას, რომელიც გახდება საფუძველი კომპრომისისთვის. პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს დიალოგსა და კონსენსუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მისი ბათუმში ვიზიტის ფარგლებში არ გეგმავდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ჯანი ბუკიკიომ გადაწყვეტილება შეცვალა და ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოისმენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათ არგუმენტებს. დიდი მადლობა ნინო სამყურაშვილი გვერდებოდა ბათუმიდან. საკონსტიტუციო ცვლილებების პროტესტმა მთელი ქართული ოპოზიცია გააერთიანა. საპარლამენტო პარტიები უკვე ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ხმამაღლა საუბრობენ პროექტის არალეგიტიმურობაზე და მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარების შესაძლებლობაზე. დღის ბოლოს ოპოზიციის გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯანი ბუკიკიომ დახურულ შეხვედრაზე მოისმინა.
მეტი ბუკიკიოს სპეცნაზი არ აყავს ეხლა რომ რაიმე იძულებითი ზომები გაატაროს. გამოსავალი ქვეყანას ექნება ორი, ან დემოკრატიული, ან რევოლუციური. არჩევანი არის ხელისუფლებაზე. ჯანი ბუკიკიომ ძალიან თალსახად თქვა, რომ ამ დოკუმენტს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია. ამაზე მკაცრ განცხადებას პრინციპში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მთავრობა ვერ მოისმენდა. ამ განწყობით დატოვა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა დღეს ოპოზიციამ. პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან მძიმე მოლაპარაკებების ბოლოს ჯანი ბუკიკიომ ოპოზიციის ლიდერებს მოусმინა. ერთ საათიან შეხვედრაზე ერთ შეთანხმებამდე მივიდნენ. მმართველმა გუნდმა ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტი უკან უნდა გაიწვიოს. უნდა შეისმინონ ასეთი მკაცრი კრიტიკა, უნდა გამოიწვიონ ის დოკუმენტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო ერთპარტიულად ქართულმა ოცნებამ და დაიწყონ ნოლიდან, დაიწყონ მართლაც დიალოგი და არ მიიღონ მალულად და მოტყუებით დოკუმენტი, რომელსაც შემდგომ დაარქმევენ კონსტიტუციას, რომელიც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ჯანი ბუკიკიოს დღეს დამოუკიდებლად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. საპარლამენტო უმცირესობა ოცნებას აფრთხილებს, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, მაშინ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იქნება. თუ ხელისუფლება არ წავა ამ კომპრომისზე და ამ დიალოგზე, მარტო ერთპიროვნულად მიიღებს კონსტიტუციას, მესამე მოსმენითაც, მაშინ ეს იქნება არალეგიტიმური კონსტიტუცია, რომელსაც არავინ მხარს არ დაუჭერს და იქნება სერიოზული ლეგიტიმურობის კრიზისი, როგორც ხელისუფლების, ისე კონსტიტუციის. ჯამში ეს არის ყველაზე მოკლე გზა დესტაბილიზაციისკენ. ტერმინებს მინდა ყველა მიაქციოს ყურადღება. იმედგაცრუებული ვარ. გული მტკივა, ნაწყენი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ არ იყო გათვალისწინებული საარჩევნო ნაწილში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები და გზავნილები ჩამოიტანა ჯანი ბუკიკიომ და რამდენად კაცრი იყო ვენეციის კომისიის თავმჯდომარე თავის შეფასებებში. ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ უცხოელი ექსპერტების ნათქვამი ხელისუფლებამ კარგად ვერ გაიგო. ამიტომ კიდევ ერთხელ განმარტავს, რას ნიშნავდა და რა ფასი ექნება ვენეციის კომისიის შეშფოთებული ხელმძღვანელის მწვავე განცხადებებს. უმრავლესობა ახდენდა ინტერპრეტირებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების. წუხილი გამოთქვა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ იმის გამო, რომ 2024 წლისთვის გადაიტანეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არა და მკაფიოდ თქვა შეთანხმებული ვიყავით, რომ უკვე 2020 წლიდან გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. ის წესრიგში დგება ლეგიტიმაციის საკითხიო. ეს მკაფიოდ განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ. ეხლა ვაშინგტონი და ჯეფერსონი არც ერთ მხარეს ყავს და არც მეორე მხარეს ყავს და. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პრემიერისა მმართველი გუნდის სხვა რომელიმე ლიდერის განცხადებას ელოდებიან იმისთვის, რომ ერთხელ ჩაშლილი მოლაპარაკებები თავიდან დაიწყოს. როგორც ჩანს, შეხვედრაზე ოპოზიციამ ვენეციის კომისიისგან გარკვეული გარანტიები მიიღო. შეიძლება ჩვენი წონა და ოპოზიციის წონა არ ყოფნით და იმას რომ მიგვეღწია დიალოგისათვის, მაგრამ დღევანდელი განცხადებების შემდეგ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვისმენთ პრემიერის განცხადებას, რომ უახლოეს დღეებში თუ როგორც იქნება ფორმატი დაიწყება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციები. არჩევანი არის ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად მარტო დარჩენილი. საერთაშორისო დელეგიტიმაციის პირობებში ხელისუფლებაში ვეღარ რჩება. თუ ვერ გაიგებენ, მათთვისვე უარესი. მაშინ კომბლებით გაიყრებიან ისინი ისე, როგორც ბოლო ორ ხელისუფლებას დაემართა. უნდა მოხდეს ამ კონსტიტუციის პროექტის გამოთხოვნა და არის ამის პროცედურები და ვენეციის კომისია ამაზე თვალს დახუჭავს და იქნება კონსულტაციის რეჟიმში ახალცვლილებებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს ყველა შეხვედრაზე ერთი გზავნილი ჰქონდა. ერთი პარტიის მიერ მიღებულ ქვეყნის მთავარ კანონს ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება. კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებულია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, არ გააჩნია სრული ლეგიტიმაცია. სწორედ ამიტომ გსურს ფართო კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბათუმში ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა ვიზიტის მიზანი გადაფარა. ორდღიანი შეხვედრების დიდი ნაწილი ჯანი ბუკიკიომ ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მოანდომა. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ოპოზიციის გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც მართავდა კონსულტაციებს, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი კობახიძემ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ კომპრომისისკენ ქართულმა ოცნებამ ნაბიჯები უკვე გადადგა და ახლა ოპოზიციის ჯერია. ხელისუფლების ლიდერები თავად ჯანი ბუკიკიოს პოზიციისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს საკუთარი დამოკიდებულების ხელმეორედ დადასტურებაც დასჭირდა. ჩვენი ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი აკვირდებოდა ქართული ოცნების ლიდერებთან გამართულ კონსულტაციებს. სოფო, რატომ დასჭირდა და ბუკიკიოს დამატებითი განმარტებების გაკეთება და კიდევ ერთხელ საუბარი საკუთარი იმედგაცრუების შესახებ.
დიახ, ჯანი ბუკიკიოს დღეს დასჭირდა საკუთარი დამოკიდებულების განმარტება კიდევ ერთხელ, მას შემდეგ რაც თქვა, რომ გუშინ იმედგაცრუებული იყო, ის იმედგაცრუებულია დღესაც. თუმცა რამდენად იმედგაცრუებული იყო, ეს კითხვა მაგალითისთვის ვიცე-პრემიერ ჯეჯელავას გაუჩნდა. ასე რომ დღეს ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკური პროცესი, რაც მას საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დახვდა, უდაოდ მის იმედგაცრუებას იწვევს. I'm very disappointed. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათს უფრო იმედგაცრუებული ვხდები. რადგან მჯეროდა ქართული პოლიტიკური კლასის, რომ გადადგამდა წინ ნაბიჯს უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღებად. დღეს კი კრიზისშია შესული. Georgian political class. მათთვის, ვინც ვერ გაიგო, რომ იმედგაცრუებულია, ჯანი ბუკიკიომ დღესაც რამდენჯერმე გაიმეორა. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა ბუკიკიოს ნათქვამს მეტყველების ნაწილებად შლიდა, სუსტ და ძლიერ ზმნებს ეძებდა და თარგმანს იწუნებდა. თარგმანის ამბავია მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება სუსტად, როგორც მის გამოსვლაში იყო ნათქვამი, სათაურად კი იმედგაცრუება გამოიტანეს, რა თქმა უნდა, მედიაში. თუმცა ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ და ეს არ მოხდა სათაურში. ამ განცხადების პარალელურად ჯანი ბუკიკიო პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს მართავდა. დილის 10 საათიდან. ჯერ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრებთან ერთად შეხვდა, შემდეგ კი პრეზიდენტს. და ყოველი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო იმედგაცრუებული ხდებოდა, იმით რომ ქვეყანა კონსტიტუციას კონსენსუსის გარეშე ცვლის. პროცესი დაბლოკილია, რადგან არ არსებობს კონსენსუსი პროექტზე, რომელიც ვენეციის კომისიაში შევამოწმეთ. როგორც ადრე ვთქვი, პროექტი მართლაც კარგი იყო, შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება. ჩვენი მოსაზრებების წარდგენის შემდეგ რაღაც ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ამ ცვლილებებს არ ეთანხმებიან სხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით კი ოპოზიციაში. ამიტომ დაუპატიჟე ყველა პასუხისმგებელი პირი, რომ წავიდეთ შესაძლო კომპრომისებზე, რომ მივახციოთ ფართო კონსენსუსს და რომ მივიღოთ კონსტიტუციის ლეგიტიმური ტექსტი. საჭიროა დიალოგი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. მათ უნდა მიაღწიონ კომპრომისი. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მმართველი ძალა კონსტიტუციის საკითხზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კომპრომისებზე უკვე წავიდა. დახურულ კარს მიღმა უმრავლესობა შეეცადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის აეხსნა, რატომ უყარა კენჭი ორი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტს, რომელიც კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. კონდა საუბარი ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, დიალოგს, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისები, პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დღეს ასევე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია არ ექნება, თუ ის ერთი პარტიის მიერ იქნება მიღებული, სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე მმართველ გუნდს გონია. დღეს ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს ის, რომ ამ პროცესმა ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს დემოკრატიულ განვითარებას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი. გავიგერო დასჭირდა 6 თვე იმისთვის, რომ ეს ჩვენთვის მაინც და მაინც ეს ანბანური ჭეშმარიტება მაინც და მაინც ევროპიდან ეთქვათ. მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ სირთულე ვითარების, შევიყვანთ დემოკრატიულ განვითარებას ქვეყნისა კრიზისში. ჩიხში შესული ბლოკირებული პროცესი, საიდანაც ფართო კონსენსუსისთვის გამოსავლის მოძებნაა აუცილებელი. ჯანი ბუკიკიო საქართველოდან ხვალწავა, დაპირისპირებულ მხარეებს კი მთავარ გზავნილს უტოვებს, შეთანხმდნენ. ვინაიდან კონსტიტუცია ორი მოსმენით მიღებულია, ფუნდამენტური შინაარსობრივი ცვლილებები მასში ვეღარ შევა. მესამე მოსმენით მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. ამიტომ გამოსავალი ჩიხიდან, რომელიც შეიქმნა, სულ 3-ია. პირველი, ქართულ ოცნებას შეუძლია მესამე მოსმენით მიიღოს კონსტიტუცია, თუმცა ამ შემთხვევაში დგება დაბალი ლეგიტიმაციის პრობლემა. კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ მმართველი გუნდის შეთანხმების შედეგია და არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალისა თუ ინსტიტუტის მხარდაჭერა არ აქვს, პრობლემას ქართულ ოცნებას და ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან უქმნის. ამ საფრთხეზე კურიერთან გუშინ ევროპარლამენტარებიც საუბრობდნენ. არის მეორე გზა. ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენის დროს არ დაუჭიროს მხარი და თვითონვე ჩააგდოს უკვე ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტი. მაშინ მთელი პროცესი თავიდან იწყება.
და არის მესამე გზაც. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი უკვე ორი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს მესამე მოსმენითაც იღებს, შემდეგ მას ვეტოს პრეზიდენტი ადებს და პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს. ქართული ოცნება კი პოლიტიკური შეთანხმების არსებობის შემთხვევაში კი არ დაძლევს, არამედ გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს და შესაბამისი შესწორებები შეაქვს კონსტიტუციაში. ამ სამი გზიდან რომელს აერჩევს მმართველი გუნდი, მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ გაირკვევა შევა თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებები კონსენსუსის გარეშე, მხოლოდ ერთი პარტიის სურვილით. დიდი მადლობა სოფო, ჩვენმა ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანმა შეაჯამა კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებული დღევანდელი მოვლენები. კიდევ ერთხელ დარღვეული ოკუპაციის კანონი და საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა. ვლადიმერ პუტინის მრჩევლები და კრემლის პროპაგანდისტები თბილისში არიან შეკრებილი. ლაპარაკია რამდენიმე ჟურნალისტსა და ჩინოვნიკზე. კურიერისთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ სწორედ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. კურიერი დღეს ცალ-ცალკე ესაუბრა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. დავით კაკულია ვლადიმერ პუტინის მრჩეველს მიხეილ შვიდკოიც შეხვდა, მარიამ გაფრინდაშვილი კი ჟურნალისტ ვლადიმერ მამონტოვის პოზიციებს გაგვაცნობს. დავიწყოთ დავით კაკულიათი, დათო, რა მიზნით არის ჩამოსული პუტინის მრჩეველი თბილისში და თუ დასტურდება ინფორმაცია, რომ ის საქართველოს ხელისუფლების წევრებთან გეგმავს შეხვედრას? კეთი, ჩვენ დღეს დილიდან ვარკვევდით კურიერი თუ რა მიზნით იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი ჩამოსული საქართველოს დედაქალაქში. როგორც აღმოჩნდა, მას აქვს რამდენიმე მიზანი. პირველი მიზანი ეს არის მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრა, მას ასევე შეხვედრა სურს მთავრობის წევრებთან. დღეს მიხეილ შვიდკოიმ კურიერს არ უთხრა თუ კონკრეტულად რაზე ისაუბრებს ის, თუმცა მან ღიად გამოხატა თავის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს, რომ კიდევ ერთხელ გააცნოს მოსკოვის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მიხეილ შვიდკოი, როგორც კურიერმა გაარკვია, საქართველოში პირველად არ იმყოფება, ის რამდენჯერმე იყო ჩამოსული ქვეყანაში და ყოველ ჩამოსვლაზე ის აჟღერებდა ვლადიმერ პუტინის პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს მიხეილ შვიდკოი წყნეთის შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის გეგმებს აცნობდა. შეხვედრაზე პუტინი და მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში რამდენჯერმე ახსენა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მოსკოვი 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ გეგმავს. მე არ მინდა განმარტო ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტის სიტყვები. მან თქვა ის, რაც თქვა, ჩემი აზრით საკმაოდ ნათლად ჩანს. თქვენ იცით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. განსხვავებულად ვუდგებით ასევე მათ სახელმწიფოებრიობას. ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და პრემიერ კვირიკაშვილის წარმომადგენელთანაც ექნება. თუმცა სანამ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, მანამდე რჩევას ჟურნალისტებს აძლევს, რომ კრემლთან ურთიერთობის დათმობის სანაცვლოდ ქართულმა მედიამ მოსკოვის კრიტიკა უნდა შეწყვიტოს. ჩვენ ასეთ ადგილას დიდი ხანია არ შევხვედრივართ. ფიქრობ ეს სასარგებლოა, რადგან მეჩვენება, რომ ჩვენს მედია ურთიერთობებში გარკვეული ტონალობა უნდა შეიცვალოს. სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული ხერხებიდან რეალობის შეგრძნებაზე უნდა გადავიდეთ. ამას გარდა ადამიანები ნადირობენ ინფორმაციაზე. მათ სურთ ინფორმაცია პირველ წყაროსაგან მიიღონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობ აქ ჩამოყალიბდება ჰორიზონტალური ურთიერთობები. პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ექნება. შვიდკოი ამბობს, რომ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება. საპირისპიროს ამტკიცებს კურიერთან აბაშიძე. ამბობს, რომ შეხვედრა მეგობრულ გარემოში და არაოფიციალურ ვითარებაში ჩაივლის. ნახოთ, არ ვიცი, შეიძლება რაღაც პირადი შეხვედრა მქონდეს, ვიცნობ პირადად ამ კაცს, ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრის შენიშვნა საქართველოს კულტურის მინისტრსაც სთხოვა, თუმცა მიხეილ გიორგაძეს ჯერ პასუხი არ უთქვამს. მან მთხოვა ეს არაოფიციალური შეხვედრა, მე უთხარი მას, რომ განრიგიდან გამომდინარე, თუ მექნება საშუალება, ჯერჯერობით არ დამიდასტურებია ეს შეხვედრა. მართლა გულწრფელად ამაზე საუბარი არ ყოფილა, გულისხმობ საგანს, რაზე შეიძლება იყოს საუბარი, მან რამდენადაც მე ვიცი, მას უნდა ჩემი გაცნობა ზოგადი
თუ რაზე კონკრეტულად იქნება საუბარი, წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით. მიხეილ შვიდკოი აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა. პირველი სკანდალური განცხადება ოკუპირებულ რეგიონებზე სწორედ 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჩამოსულმა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გადახედვას არ დაექვემდებარება. დღეს კურიერს ეუბნება, რომ იგივეს ფიქრობს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მე ახლა ჩემი ძლია იგივე გავიმეორო. ამ კუთხით ჩვენ ქართულ კოლეგებთან განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვეტეს. ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცე. ეს არ გამორიცხავს დიალოგს. ჩვენ თავიდან უნდა ვისწავლოთ ლაპარაკი. დიალოგში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომელიც დღეს აქ მომიყვანეს, მათ არ დაუკარგავთ აქტუალურობა. ხალხის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ხალხი თუ აირჩევს სხვა გზას, ვიდრე დღეს აქვს არჩეული, ღმერთმა გაუმარჯოს. შვიდკოი თბილისში რამდენიმე დღეს დარჩება. კურიერის ინფორმაციით ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას არაფორმალურ გარემოში გეგმავს. ეს დავით კაკულია იყო, გმადლობთ დავით და ახლა მარიამ გაფრინდაშვილი. მარიამ, ცნობილია თუ არა, ასევე ცნობილია რომ უბრალოდ რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ მამონტოვიც არ უარყოფს რომ ის ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში, ანუ დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. როგორ შეძლო მან ამჯერად საზღვრის უპრობლემოდ გადმოკვეთა? პატა, სავარაუდოდ რუსი ჟურნალისტი მესაზღვრეებმა გამოატარეს უპრობლემოდ გამომდინარე იქედან, რომ პროგრამა, რომელიც მუშაობს სახელმწიფო საზღვარზე, გადამოწმების შემთხვევაში მესაზღვრეს დაუდასტურებდა, რომ რუსმა ჟურნალისტმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაარღვია საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი და შესაბამისად ის ჩვენი ქვეყნიდან იყო გაძევებული ამ კანონ დარღვევისთვის. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, როგორ მოახერხა რუსმა ჟურნალისტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოხ ჩვენს მიერ დასმული ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, თუმცა დღეს არც ერთ უწყებაში განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. მით უმეტეს, რომ რუსი ჟურნალისტი კურიერთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია და ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში. Вот сейчас вы свободны, секретарь. Да, абсолютно. Абсолютно. Нет, никаких вопросов мне не задавали, ничего, у меня не было никаких сложностей в связи с этим. რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის ლაპარაკობს მოსკოვის ხელმძღვანელი თბილისში მედია კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ის საქართველოს დედაქალაქში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოსდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა. იმასთან დაკავშირებით ვიყავი თუ არა აფხაზეთში, გეტყვით რომ ვიყავი და ამას არ დავმალავ. მე მოხვდი საკმაოდ რთულ სიტუაციაში, როდესაც მე საქართველოში არ შემომიშვეს რამდენიმე წლის წინ და გამომადებორტეს. მეორეს მხრივ მე არაფერში ვარ დამნაშავე. ის ფაქტი რომ ახლახანს მე თქვენთან ვარ, ნიშნავს რომ არსებობს გონიერი გზები, რათა შენარჩუნდეს ადამიანებს შორის კონტაქტი. ვლადიმერ მამონტოვი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხარდამჭერი განცხადებებით ცნობილი რუსი ჟურნალისტია, საქართველოსდან სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის დარღვევის მოტივით 2009 წელს ასევე კრემლთან დაახლოებულ რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან ერთად გააძევეს. თბილისიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი მათ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, რომ საქართველოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტის გამო არ შეუშვეს. Владимира Константиновича Мамонтова и меня მე და ვლადიმერ მამონტოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მოგწეს. არ შეგვიშვეს ყველაზე უხეში პროვოკაციული და თავხედური მეთოდი. როგორ აღმოჩნდა თბილისში რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი, რომელიც ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებულია, მთავრობის ვიცე-პრემიერი ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას გაუგებრობას უკავშირებს. საქართველოს შეძლების დაგვარად პრაქტიკულად ყველა კანონს იცავს, თუმცა ხდება სხვადასხვანაირი შემთხვევები. ვლადიმერ მამონტოვი, თქვენი შეფასებით ის არ ყვევს ახლა ამ წუთებში ოკუპაციის შესახებ კანონს, როცა საქართველოში ვერ გეტყვით ამის შესახებ, მადლობთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებისთან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ოკუპაციის კანონის დარღვევის მიუხედავად საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ ახერხებენ. იგივე მოხდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მოსკოვის მერი ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში უპრობლემოდ შემოუშვეს. მაშინ ხელისუფლება მომხდარს გაუგებრობას უკავშირებდა და პირობას დებდა, რომ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებდა. დღეს ხელისუფლებას ისევ იგივე პასუხი აქვს.
მე უნდა მოვიკვლიო ეს საკითხი და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ როგორც სხვა შემთხვევებში ამ შემთხვევაშიც შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ ამ ინფორმაციას და შესაბამისი რეაგირება მიეცემა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ლაპარაკობს მოსკოვის მთავარი რედაქტორი უკვე მეორე დღეა თბილისშია. ის მედია კონფერენციას ესწრება, სადაც ქართულ-რუსულ ურთიერთობების შესახებ მსჯელობენ. მართლა სკანდალური ფაქტის გამო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციამ პულტებით მანიპულირების ფაქტი გამოაშკარავა. როგორც ირკვევა, მმართველი პარტიის დეპუტატები სხვა კოლეგების პულტებს იყენებდნენ. რეგისტრაცია გავლილ პარლამენტის წევრებს შორის იყო ირაკლი სესიაშვილი, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ მისულა. უმრავლესობის წევრები თავადაც ადასტურებენ, რომ ხმა ორგანული კანონისთვის არ მიუცია, თუმცა ტაბლოზე მათი შედეგი მაინც აისახა. ანა წერეთელი გვეტყვის უფრო კონკრეტულად რა მოხდა პარლამენტში ანაგისმენთ. თერქედი როგორც შენ აღნიშნე პარლამენტის ხდომა ამ დროისთვის არის ჩაშლილი და მიზეზი საბოლოო რის გამოც ხდომა ჩაიშალა იყო ქვორუმის არარსებობა. საბოლოო რეგისტრაციის შედეგად ეს დღეს პარლამენტის ხდომაზე რამდენჯერმე მოხდა დაფიქსირდა უმრავლესობის 76 დეპუტატი, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციამ მოითხოვა ხმების მანდატურების მიერ გადათვლა, აღმოჩნდა რომ სტუმართა დარბაზში იჯდა არა 76 დეპუტატი უმრავლესობიდან, არამედ 73, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ ხდომა ჩაშლილად გამოცხადებული იყო. თუმცა ეს არ არის მთავარი რასაც ოპოზიცია უყენებს მართველ გუნდს. ოპოზიციამ დღეს მართველი გუნდი დაადანაშაულა ხმის მიცემისას მანიპულირებაში პულტებით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის ხმის მიცემისას, როგორიც არის ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი, დაფიქსირდა უმრავლესობიდან ხმების მიცემი 80-ზე მეტი დეპუტატი. ოპოზიცია კი ამტკიცებდა, რომ რეალურად ამ დროისთვის დარბაზში დაახლოებით 70 დეპუტატი იმყოფებოდა. ტაბლოზე იყო 87 დეპუტატი, რომელიც ესწრებოდა წესით ამას მანდატური სამსახური უნდა აკეთებდეს, მე მგონი და არა მე. დარბაზში არის 71 დეპუტატი. მე შემიძლია რამდენიმე გვარი დაგისახელოთ, რომლებიც რეგისტრირებულია და კენჭისყრას წებულობენ მონაწილეობას, მაგრამ ნამდვილად არ იმყოფებიან ამ წუთას დარბაზში. ნამდვილად არ იმყოფება ბატონი ნუკრი ქანთარია, ნამდვილად არ იმყოფება ბატონი ირაკლი სესიაშვილი, ბატონი ენზელ მკოიანი და ასე შემდეგ. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ სია, მაგრამ წესით ამას უნდა აკეთებდეს პარლამენტის შესაბამისი სამსახური. სხდომა არ არის უფლებამოსილი და არ შეიძლება კენჭისყრები ტარდებოდეს. ისეთი კანონი გამოვიდა, რომელსაც ჩვენ არ უჭერთ ხალხს, მაგალითად კანონი არჩევნების შესახებ, რომელიც არის ძალიან ცუდი და ხელისუფლება ისევ როგორც ყოველთვის საკუთარ საარჩევნო ასე ვთქვათ ინტერესებს უქვემდებარებს კანონს. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კოდექსი გავიდა. სამდეში დარბაზში არ იყო ის ადამიანები, რომლებიც კენჭი უყარეს და მოხდა მანიპულაცია პულტებით. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მათი ხმები დაფიქსირდა როგორც რეგისტრაციისას, ასევე მოგვიანებით კონკრეტულ საკითხებზე ხმების მიცემისას, ამას არც საპარლამენტო უმრავლესობაში უარყოფენ. გია ვოლსკი ამ ფაქტს უწოდებს გაუგებრობას და სამწუხარო ინციდენტს და არც იმის წინააღმდეგი არის, რომ ეს ფაქტი გამოიკვლიოს უფრო დეტალურად საპროცედურო კომიტეტმა, თუმცა ხელახალ კენჭისყრას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ორგანული კანონი, გია ვოლსკი არ ადასტურებს. ბატონი ნუკრი ნამდვილად იყო დარბაზში. მიზეზი რატო შეიძლება მომხდარიყო ბატონი ნუკრის რეგისტრაცია შესაძლებელია ბარათი, რომელიც მისი თქვათ დარბაზის დატოვების შემდგომ დარჩა თქვათ რეგისტრაციის რეჟიმში. მიხარია რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან დასვეს უფლებამოსილებების საკითხი ზოგადად კოლეგების და მე ვისურვებდი რომ ასევე კაცრად მოთხოვან თავიანთ კოლეგებს დასწრება არა მხოლოდ სესიებზე, არამედ საკომიტეტო მუშაობაში. ეს არის უკვე მეტი საქმე რო აღარ აქვს და არ დარჩათ პიონერთა ხელმძღვანელობის როლს კი სრულობს ზოგიერთი დეპუტატი ნაციონალების მხრიდან. მე პარლამენტში ვარ, ფაქტურად შეხვედრები მქონდა და ვიყავი გასული რაღაც მომენტში და როგორც ხედავ, ხმა არ მიიქცია, თუმცა თქვენი ხმა დააფიქსირდა როგორც თანხმობა კონკრეტულ ბარათი მქონდა მე ჩადებული, მაგრამ ხმა ვერ მივცემდი. ვინ მისცა თქვენს? ალბათ შეიძლება იყოს ის გაჭედილი ან ჩაჭედილი ან სხვა. რეგისტრაცია გაიარეს მიცეს კანონზე ხმები საკმარისმა რაოდენობამ ადამიანების და შემდგომ ეთყობა ამ საკმარისმა რაოდენობამ რაღაც მოადუნა ყურადღება. ხა ოპოზიცია ამბობს ერთ რამეში მართალია რომ რეგისტრაცია საბოლოო არ იყო იმ რაოდენობით რომელიც საჭიროა, მაგრამ არის საკითხები რომელსაც აჭარბებენ.
როგორც უკვე მოისმინეთ, პარლამენტის ხდომა ამ დროისთვის ჩაშლილი არის. დეპუტატები დარჩენილ საკითხებზე, რომელზეც კენჭისყრა დღეს უნდა განხორციელებულიყო, ხმების მიცემას შეეცდებიან. ხვალ ეს ბუნებრივია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობა მოგროვდება. ხვალ ხმების მოგროვების შემთხვევაში ასევე დაგეგმილი არის საგაზაფხულო სესიის დახურვა. მადლობთ ანა წერეთელი პარლამენტიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. წვემდელების მიმართ კანონი მკაცრდება. ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დამტკიცებიდან ერთ დღეში კი კანონპროექტი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მონური და რეპრესიული მიდგომა ასეთი იყო შეფასებები სისხლის სამართლის კოდექსში შესატანცულებებზე. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველიც კი ხელისუფლებას სისტემური ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს. ჩვენი ჟურნალისტი ეკო მაღრაძე მუშაობდა დღეს თემაზე. ეკო, რა არგუმენტებს უპირისპირებს ხელისუფლება ოპონენტებს? ხელისუფლების მთავარი არგუმენტი უკავშირდება იმას, რომ ახალი კანონპროექტი ხელშეუწყობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას. ეს არგუმენტი და ზოგადად გამკაცრებული კანონი კიდევ ერთი მიზეზი გახდა ხელისუფლების კრიტიკის, განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკული განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავისუფლებაზე, ადამიანების თავისუფალ არჩევანზე აწყობილ ქვეყანას ვაშენებთ და სულ უფრო და უფრო მეტი რეპრესიული ღონისძიება შემოდის კანონმდებლობაში. სამხედრო სავალდებულო სამსახური თინა ხიდაშელისთვის ახალგაზრდების იძულებით და მონურ შრომასთან ასოცირდება. საკანონმდებლო ნორმის გამკაცრება თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების მიზეზი გახდა. ქვეყნის დაცვაზე რომ იდგება საქმე, იქ თურმე პროფესიონალიზმი არ არის საჭირო და 18 წლის ბავშვები შეიძლება ყარაულში დავაყენოთ, მონებად გამოვიყენოთ და მერე ღმერთმა დაგვიფაროს თუ რამე შევჭრით და იარაღიც დავაჭერინოთ ხელში. ეს ხელისუფლებაც ყველა მისი წინამორბედის მსგავსად ვერ გაექცა აი ამ რაღაც მოქალაქისთვის ბორკილის დადების საჭიროების მოთხოვნილებას. ამ პოზიციის გამო თინა ხიდაშელი თავდაცვის ერთადერთი მინისტრი იყო, რომელმაც უწყების ჩაბარებიდან მალევე სამხედრო სავალდებულო სამსახური გააუქმა. მის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ხელისუფლებაში. ახალმა მინისტრმა კი დანიშნვიდან რამდენიმე თვეში სავალდებულო სამსახური ისევ აღადგინა. ამ გადაწყვეტილებას ამჯერად კანონის გამკაცრება მოჰყვა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს. ამ კანონის დარღვევა კი სასჯელის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. წვემდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის განზრახ დაზიანებით ან სხვა გვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. გასაგებია მეგონი ყოველთვის, რომ ეს არის ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. სკანდალური ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი კანონის გამკაცრებასთან პირდაპირ კავშირს ხედავს. ზურა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ სესიაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება შექმნა და ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარებას უწევს. ამ კანონში გატარებული ცვლილებით ისინი ვერაფერს ვერ შეცვლიან, ამის შანსი არ არის. ჩვენ გვყავს 600-ზე მეტი ადამიანები, რომელიც არის ნაკურთხი მსახურად, რომლებიც გადაურჩენ ამ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს პროცესი გრძელდება ყოველდღე, მოდი ჩვენთან ათობით ადამიანი და ამის გაგრძელებას ვაპირებთ ჩვეულებრივად. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ირაკლი სესიაშვილის ნაცვლად განმარტება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სოფო კილაძე ამტკიცებს, რომ კანონის გამკაცრება არა გირჩის იდეის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის მომზადდა. მე არ ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებულად მკაცრი ზომა არის. ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას ნამდვილად სჭირდებოდა ეს კონკრეტული ინიციატივა. კანონპროექტი მხოლოდ უმრავლესობამ დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რომელიც სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს ზრუნავდეს პროფესიული ჯარის განვითარებაზე, თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟის ამაღლებაზე და უზრდიდეს მოტივაციას ახალგაზრდებს ნებაყოფლობით მიდიოდნენ ჯარში, ამის ნაცვლად ვემუქრებით მათ გამკაცრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც რა თქმა უნდა შედეგს არ მოიმოქმედა. თავის არიდება, რომ მით უმეტეს თაღლითობით დაუშვებელი, ამას რა თუნდა დიდი ამბავი. რეალურად ხელისუფლება რასაც უნდა აკეთებდეს, ქმნიდეს რეალურ ეფექტურ სარეზერვო სისტემას, ის ამას არ აკეთებს და ყურადღებას ამახვილებს ახლა ასეთ წვრილმან პოპულისტურ რაღაცებს ვითომ საქმიანობს.
სისტემური პრობლემის მოგვარებისკენ მთავრობას ქვეყნის მთავარი უფლებადამცველიც მოუწოდებს. ომბუდსმენის აპარატში განმარტეს, რომ ხელისუფლებამ კანონის გამკაცრების ნაცვლად რეპრესიული მიდგომა უნდა შეცვალოს. რეპრესიული მიდგომის მაგივრად სახელმწიფოს უმჯობესი იქნება, რომ შეეცვალა ხედვა და უფრო გაეხადა სამხედრო სამსახური უფრო მიმზიდველი სხვა მეთოდებით. პარლამენტის უმრავლესობამ 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. დღის ბოლოს კრიტიკას ახალი კანონპროექტისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ბრიუსელიდან გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორია მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნონ იზოლება და ვალდებულება. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმისთვის, რომ ეს სამსახური წვევამდელებისთვის მიმზიდველი გახდეს. ვალდებულება გთხოვთ გავმიჯნოთ იზოლებისგან. ვალდებულება ქვეყნის წინაშე ეს არის საპატიო მისია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვალდებულების ფარგლებში წვევამდელებს ღირსეული პირობები შევქმნათ. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლებთან ერთად ახალი ინიციატივებით წავსდგეთ იმისთვის, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და მიმზიდველი გახდეს სწორედ ახალგაზრდებისთვის. როგორც თავდაცვის მინისტრმა დაანონსა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება, რაც შეეხება კანონპროექტს შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მესამე მოსმენით დაამტკიცა და ის ძალაში უახლოეს მომავალში შევა. დიდი მადლობა ეკო მაგრაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. კურიერისთვის გამოგზავნილი წერილის შემდეგ ირაკლი ფირცხალავას ციანიდის საქმის მთავარი მოწმის საქმიანობის შესახებ სასამართლო პროცესზე დაკითხავენ. კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მოწმეთა სიაში ჩასმა დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა მოითხოვეს. პროკურატურის მთავარ მოწმეს ფირცხალავა უსაფრთხოების სამსახურების აგენტად ასახელებს. საქმის სხვა მოწმეების მსგავსად კითხობს ფირცხალავაც დახურულ კარს მიღმა უპასუხებს. დღევანდელ პროცესზე პროკურორების და ადვოკატების შეკითხვებს ის გამომძიებლები პასუხობდნენ, რომლებიც დეკანოზ მამალაძის დაკავებისა და ჩხრეკის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია, რომ ის იყო აგენტი, პროვოკატორი თუ ჩვენი პოზიციას გაამყარებს ეს ადამიანი. ციანიდის საქმეს ახალი მოწმე ეყოლება. კრიმინალური პოლიციის ყოფილი შეფი ირაკლი ფირცხალავა მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომაზე დაიკითხება. ფირცხალავას დაკითხვა დღეს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ მოითხოვეს. ციხიდან ჟურნალისტებისთვის გამოგზავნილ წერილში ფირცხალავა წერს, რომ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უკვე სპეცსამსახურების აგენტია. ის ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს ფარულად იწერდა მღვდლებს, ჟურნალისტებს და LGBT თემს. აღნიშნული მოწმე კიდევ ერთხელ ჩვენ პოზიციას თუ რეალურად დაადასტურებს მას აქ ის ინფორმაცია, რომ რეალურად და მართლაც ის აგენტია, კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ ამ დადგმულ სპექტაკლში მათ შორის უმთავრესი მოწმე წინასწარ იყო დადგმული მონაწილე ამ სპექტაკლში. კრიმინალური პოლიციის ყოფილი შეფი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც მამა გიორგი მამალაძე ამტკიცებს, რომ მოწმე მამალაძე აგენტი პროვოკატორია. მისი გადაბირება კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი ხელისუფლების დროს მოახერხა. მას აქვს კოდური სახელი სპეცსამსახურებში, მისი მთავარი მისია წლების განმავლობაში სწორედ მღვდლების ფარული გადაღება იყო. ფირცხალავას მტკიცების სწორედ მამალაძის ფარული ჩანაწერებით სპეცსამსახურებმა სხვა პირების გადაბირებაც შეძლეს. ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ გადაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა როგორც აგენტს და პროვოკატორს. ჩვენ დავაყენეთ შუაუდგებლობას სასამართლოს წინაშე, რომ დაკითხული იყო მოწმის სახით, როგორც დაცვის მოწმე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის ამ შუამდგომლობას პროკურატურის მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. ციანიდის საქმის სხდომის პროკურორები მოსამართლეს სთხოვდნენ, რომ არ დაეკმაყოფილებინათ ადვოკატების მოთხოვნა პროცესზე ფირცხალავას დაკითხვასთან დაკავშირებით. მბრალდებლები აცხადებდნენ, რომ ირაკლი ფირცხალავას განცხადებები მამალაძის მიმართ უსაფუძვლო იყო. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ბრალდების მხარე
მხარეს მოუწევს პირადად ყოფილი მაღალჩინოსნისგან მოისმინონ ინფორმაცია, რომელიც ირაკლი მამალაძის აგენტობას უკავშირდება. მას არ აქვს შემხედლობა განსახილვის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მის მიერ გაკეთებული განცხადება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. მიგვაჩნდა, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო დაცვის მხარის შუამდგომლობა და ის დასაკრებულთა სიაში არ უნდა ყოფილიყო შეყვანილი, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ დააკმაყოფილა, დაიკითხება ირაკლი ფერცხალავა და მასთან გვექნება საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეკითხვები. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დღეს თითქმის 10 საათი მიმდინარეობდა. დაიკითხა 9 მოწმე, მათ შორის გამომძიებლები, რომლებიც დეკანოზის სახლიდან იარაღის ამოღებას ესწრებოდნენ. დღეს მოსამართლემ კიდევ 2 მოწმეს, ადვოკატებს ლილი გელაშვილს და ირმა ჭკადუას მოусმინა. მათ სხდომაზე მხოლოდ ის თქვეს, რომ ციანიდის საქმის შესახებ ირაკლი მამალაძისგან იციან და მხოლოდ ოქროს მოწმის მონათხრობს ეყრდნობიან. კიდე ჩვენება მივეცი რაც გამოძიებაში და თუ შეიძლება მე კომენტარს არ ვაკეთებ. თქვენ ურჩიეთ რომ ის დასულიყო პროკურატურაში და რა გაძლევთ? მე არ მირჩევია რომ წავსულიყო პროკურატურაში, მე უთხარი რომ წასულიყო სამართალდამცავ ორგანოებში. მე მაქვს მხოლოდ ერთი ჩანაწერი მოსმენილი გამოძიების დაწყებამდე, რომელმაც მომცა საფუძველი და შიში იმისა, რომ ასეთი რჩევა მიმეცა მისთვის. დღეს რა ინფორმაცია მიეწოდათ? ის რაც გამოძიებას მივაწოდე თავის დროზე, ის რაც ირაკლი მამალაძემ გვითხრა 24 იანვარს შეხვედრიდან და შემდეგ. დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვა მომდევნო ცდომაზე ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. შემდეგ კი უკვე ირაკლი ფირცხალავას მოусმენენ. როგორც ადვოკატი ამბობს, ფირცხალავა მამალაძის ორმაგი აგენტობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას გეგმავს. თბილისის მერიას City Park-თან კონტრაქტის გაწყვეტა არ შეუძლია. ქართული ოცნების მოთხოვნის მიუხედავად დავით ნარმანია უმრავლესობას უარით პასუხობს. პრობლემის გადაჭრის საკუთარი გეგმა აქვთ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატები ამომრჩეველთან ღიად ლაპარაკობენ პარკირების მოგვარების გზებზე და დედაქალაქის მერიას გულგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ვინაიდან არ გვაქვს ესეთი დიდი თანხები გადასახდელი City Park-ისთვის, ჩვენ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. ასე უპასუხა თბილისის მერმა საპარლამენტო უმრავლესობის City Park-თან ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატივას. დავით ნარმანია განმარტავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს კომპანიისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა არ შეუძლია. ჯარიმის გადახდა, რომელიც მინიმუმ 25 ბილიონი დოლარია, არ არის მარტივი. ეს თანხა რო გქონდეს, დიდი სიამოვნებით დღესვე გავწყვეტავდით City Park-თან ხელშეკრულებას. უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ City Park-ი მერიამ უნდა ჩაანაცვლოს და პარკირების საკითხებზე შუამავლის გარეშე პირდაპირ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს. ჯარიმებიდან შემოსული თანხაც მთლიანად დედაქალაქის ბიუჯეტში შევიდეს. ჩვენს თანამოქალაქეებს ნაკლებად დააწვეს ნებისმიერი ტვირთი, თუნდაც წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული და მეორე რომ შეიქმნას რეალურად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსადგომის გამართულ ფუნქციონირებას. City Park-თან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა შეწყდეს ოპოზიციის აზრით. მერობის კანდიდატებს ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკუთარი გეგმები აქვთ. მე მონახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგო ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება იმ ძალიან დიდ მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, ამას გადაიხდის თავად ინვესტორი. ის არ გადაიხდება არც თბილისის ბიუჯეტიდან და არც თბილისელების ხარჯზე. სამაგიეროდ ინვესტორს შევსავაზებ ძალიან შეღავათიან პირობებს თბილისში ოპერირებისათვის. ჩვენ უნდა შემოვიღოთ ევროპული მოდელი დროზე მიბმული პარკირების. მეორე ეს არის პარკირების სივრცეების გაჩენა და მესამე ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, იმიტომ რომ მანქანას თუ არ გაუჩნდა ალტერნატივა, ერთ-ერთი პარკინგი, ერთ-ერთი დამატებითი გზა ჩვენ ქალაქის განტვირთვას არ მოგვიტანს. City Park-ში ამბობენ, რომ მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, სოლიდარული ჯარიმა დაეკისრება. იმისათვის, რომ შეწყდეს კონტრაქტი, ამისთვის უნდა არსებობდეს იურიდიული საფუძველი, თუმცა ეს იურიდიული საფუძველი არ არსებობს და ამას ადასტურებს თბილისის მერიის მიერ დაკვეთილი აუდიტორული დასკვნა, რომელიც შეასრულა ერთ-ერთმა ძალიან გავლენიანმა აუდიტორულ კომპანიას, სადაც წერია, რომ კომპანია City Park-ი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად და ჯეროვნად. City Park-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს 2025 წლამდე გაფორმდა. იქამდე ქალაქში პარკირების დარეგულირებას პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს, თუმცა პირველივე ინიციატივა მმართველმა გუნდმა უკან წაიღო. უმრავლესობამ 2 კვირის წინ City Park-ის ჯარიმების 10-დან 20 ლარამდე გაზრდას დაუჭირა. მხარის შემდეგ კი იმ მოტივით, რომ თანხის ნაწილს კომპანია მიიღებდა, გადაწყვეტილება შეცვალა.